მოგესალმებით, დღეს მინდა ვიდეო ჩავწერო. არ ვარ მზად ვიდეოსთვის, მაგრამ აი დღეს დილიდან რომელი საათი იყო? დილის 7:30 ჩემთან, თქვენთან კიდე უფრო მეტად ადრე. მირეკავს გოგონა, ჩემთან ინდივიდუალურ კონსულტაციაზე და კოუჩინგზეა. უბრალოდ ჩაწერილი იყო და დღეს ავიღე მისგან ებართო, რომ დღეს ჩამეწერა ეს ვიდეო. და მინდა რომ ეს ვიდეო იყოს ძალიან ინფორმაციული თქვენთვის. ძალიან ბევრი თქვენთაგანი ამოიცნობს საკუთარ თავს, გოგოებზე მაქვს ახლა საუბარი, თუმცა ბიჭებით შესაძლებელია იყვნენ ასეთ სიტუაციაში, ასე რომ მოემზადეთ. მირეკავს ეს გოგო ისტერიკით. ანუ როგორ იცით, რომ აი აკანკალებს ადამიანს, ვეღარ სუნთქავს, თამო ძალიან ცუდათა ვარ, თამო ესეთი რაღაცა, ნუ მოკლედ ამ პარტნიორმა ესე გააკეთა, ისე გააკეთა, წავიდა, დაიკარგა, საერთოდ არ ვიცი რა ხდება, არ მეხმიანება, მაიგნორებს ასე შემდეგ. ძვირფასებო დაიმახსოვრეთ ძალიან მარტივი რაღაცა. თუ მამაკაცი თქვენთან ურთიერთობის პატერნში ავლენს შემდეგ პატერნს. არის, არ არის, არის, არ არის. თქვენი ემოციები ავარდება, ჩამოვარდება. და გსვავთ კორტიზოლის ჰორმონზე. ანუ მიჯაჭვულობას გიკეთებთ ამით. ეს არის ბნელი მეთოდი შეყვარების, რომელიც ამ ადამიანმა არ იცის. ზუსტად ვიცი რომ არ ეცოდინება, არც თქვენ არ იცით, იმიტომ რომ საქართველოში ეს არ არის დანერგილი, ეს არის NLP. არ ვიცი იცით თუ არა. ნეიროლინგვისტიკური, ასე ვთქვათ, შთაგონების პრინციპები და ასე შემდეგ. ეხლა ამას არ ვიტყვი აქ და არ ავხსნი რა არის, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ ფსიქიკაზე და ადამიანის, ასე ვთქვათ, აი ჩვენ გვაქვს გარკვეული სახის კნოპკები, რომლებზედაც არის მორგებული ეს მეცნიერება. მე ვგიჟდები ამ მეცნიერებაზე და სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობ ახლა. ანუ, კიდევ ვიმეორებ, თუ მამაკაცი თქვენთან ურთიერთობაში ავლენს ესეც პატერნს, რომ კარგად არის, მერე ცუდად არის, მერე განირიდება, მერე გაირისკება, მერე გაიბუზღება, გაიბუტება, ვერ ხვდებით რა ხდება და საკუთარ თავს ადანაშაულებთ, საწოლიდან ვერ დგებით, ენერგია გეცლებათ და თქვენ რესურსებზე ზის ეს ადამიანი თქვენთან იყენებს ბნელ მეთოდს შეყვარების გათვითცნობიერებლად ან არა გათვითცნობიერებლად. ამიტომ თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ. ეს არის ყველაზე კარგი მეთოდი, ნუ ყველაზე ცუდი მეთოდია ზოგადად. ძალიან არასამართლიანი მეთოდია, მაგრამ ყველაზე კარგი მეთოდია ადამიანის დამორჩილების. გინდათ ესე გაიგეთ, გინდა ასე გაიგეთ. ჩემთან ტრენინგებზე და კოუჩინგზე ზუსტად ეგ არის. ეხლა ძალიან მალე გამოვაცხადებ ტრენინგებს, მექნება ორი სახის მეთოდზე საუბარი, შეგასწავლით, მოგცემთ მზა ტექსტებს, მოგცემთ ახსნა განმარტებას, რა ხდება, როგორ ხდება და რანაირად ხდება, თუ უკვე ურთიერთობაში ხარ და როგორ უნდა გადაიყვანოთ ბნელიდან უკვე მეორე მეთოდში, რომელსაც ქვია გასაღები. ანუ გასაღების მეთოდში ნიშნავს, რომ მოუძებნოთ გასაღები, მივიყვანოთ იქითკენ, შემოვატრიალოთ ისე, რომ ასე ვთქვათ, ჩვენს გვერდით დადგეს ეს ადამიანი ისე, როგორც ჩვენ გვინდა. გქონდეს ისეთი ურთიერთობა, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ თქვენი უმეტესობა, როგორც მე ვხედავ ჩემი კონსულტაციებიდან, თქვენ ხართ ბნელ მეთოდში. ანუ შეტყუებულები და წლების განმავლობაში, ელოდებით და წლების განმავლობაში გააქვთ აი ესე, მაღლა-დაბლა, ზოგი სუქდება, ზოგი ძალიან ხდება, ზოგს რაღაც უბედურებები ემართება, ენერგეტიკა აღარ არის, ენერგიები აღარ არის, აღარც სამსახური გინდათ, აღარც კაცი გინდათ, აღარც ქალი გინდათ, აღარც არაფერი აღარ გინდათ, საკუთარი თავიც აღარ გინდათ. ამიტომ თუ თქვენი თავი აღმოაჩინეთ გოგონებო ასეთ სიტუაციაში, მომწერეთ აქ პირადში TikTok-ზე, თამო 3703, ვინც YouTube-ზე მიყურებთ, ინგლისურად ჩაწერეთ და დამიმატეთ და გამიკეთეთ follow და მომწერეთ და ჩაეწერეთ ტრენინგზე. ტრენინგი იქნება დაახლოებით ერთკვირიანი, გვექნება ხოლმე ყოველდღე შეხვედრები, საათნახევრის განმავლობაში, განვიხილავთ სიტუაციებს, განვიხილავთ სკრიპტებს, განვიხილავთ ტექსტებს, როგორ უნდა ელაპარაკოთ, განვიხილავთ თითოეული თქვენთაგანის სიტუაციას და მაგალითს და ერთიანობაში დავადგენთ ანუ იმ გეგმას, რა გეგმითაც უნდა იმუშაოთ. პირდაპირ გაწერილი გექნებათ, დღეს ამას წერ, ხვალ აღარ წერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა შემომეხმიანოთ. ნუ იქნებით ასეთი ურთიერთობის მსხვერპლი. ან გამოდით მაგ ურთიერთობიდან, რომელიც ასევე ძალიან რთულია, იმიტომ რომ უკვე ჰორმონზე ხართ დასმული, თუმცა ვისაც დასრულება გინდათ ამ ურთიერთობას, ამასაც გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ, ან გადაიყვანეთ ეს ყველაფერი მეორე მეთოდში, თუ ვერ გადაყავთ და ეს ადამიანი იმენა ბნელი არის და ბნელი მეთოდით მიდის, მაშინ თქვენც ბნელ მეთოდზე უნდა აეწყოთ. ეს ყველაზე ესეთი სწრაფი მეთოდი არის ზოგადად საჩუქრებისთვის. თქვენ თუ იცნობთ ახალ მამაკაცს და გინდათ ამ კაცისგან საჩუქარი, ფული და ასე შემდეგ, ყველაზე სწრაფი მეთოდი ეს არის ბნელი მეთოდი, მაგრამ ნუ მე არ მიყვარს ეს მეთოდი, მაგრამ ნუ 99%-ზე მუშაობს ძალიან კარგად და ზოგადად ურთიერთობებში ესეთი რაღაცა ხდება ეხლადელ ურთიერთობებში. თუმცა შესაძლებელია მეორე მეთოდში გადაყვანაც, როგორც გითხარით, გასაღებში, ასე რომ თუ ამოიცანით, დამიწერეთ.
დაწერეთ კომენტარებში, რომ თქვენ ხართ ასეთ ურთიერთობაში, ან ოდესმე ყოფილ ხართ და ასევე მომწერეთ, ვისაც გნებავთ ტრენინგზე ჩაწერა. ეხლა რაც შეეხება ტრენინგს. ტრენინგზე ინფორმაციას მე გამოვაქვეყნებთ, მაგრამ კიდევ იმეორებ გვექნება 7 დღიანი ტრენინგები, სადაც ყოველი დღის განმავლობაში, საათნახევრის განმავლობაში გვექნება ესეთი ლექცია, ჩაგერთობით ონლაინ, დაგაწერინებთ, ჩაგაწერინებთ ბლოკნოტებით, პასტებით, უნდა მოხვიდეთ და გამოიყენოთ. მე გვექნება ჩატი და თითოეული პატოკი, რომელიც გვეყოლება გოგოების, ამ ჩატში იქნებიან გაერთიანებულები, რომ თავიანთი, ასე ვთქვათ, სიტუაციები განიხილონ ამ ჩატში. და პლუს კიდე ასე ვთქვათ, სხვებსაც ანახონ რა ხდება, როგორ ხდება და ერთმანეთი გავამხნევოთ, გავაძლიეროთ აი ამ მუშაობის პერიოდში. ასე რომ ესეთი სიტუაცია გოგონებო, ეხლა მინდა დაგევშვიდებოთ, კარგი დღე მინდა გისურვოთ, აბა თქვენც წავით, ეხლა მე უნდა დავიძირო, იმიტომ რომ დილიდან ამდგარი ვარ, ეს გოგო მირეკავდა, ისტერიკაში იყო, კონსულტაციები მქონდა. ეხლა წავალ დავიძინებ და მე საღამოსკენ შემოგეხმიანებით ლაივში მინდა გავიდე.